გიგითხავს თუ არა საკუთარ თავს, რატომ არ კლავს ღმერთი სატანას, რომ ადამიანებს აღარ ქონდეთ ცოდვა? ამდენი ბოროტების მიუხედავად, მსოფლიოში თუ ღმერთი მართლაც ხოვლისშემძლეა, რატომ არის სატანა ჯერ კიდევ ცოცხალი? რატომ აძლევს ღმერთი საშუალებას ეშმაკს, რომ კვლავაც ატყუებდეს ადამიანებს? ეს არსება განაგრძობს სტუნების, ტყუილისა და ტანჯვის მოტანას კაცობრიობისთვის. ვიცით, რომ ღმერთი წმინდაა და სულს ბოროტება. მაშ, რატო არ ანადგურებს სატანას ღმერთი ერთიანად და მყისიერად? ბოლოს და ბოლოს უფალს ეს ძალა ნამდვილად აქვს. მხოლოდ ერთი სიტყვით შეუძლია ღმერთს სატანა სამუდამოდ გააქროს, მაგრამ მან ეს არ გააკეთა. სწორედ ამ საიდუმოს განვიხილავთ დღეს ამ ვიდეოში. სინამდვილეში ამ კითხვაზე პასუხი მხოლოდ მარტივი: დიახ ან არა, არას. ამის ნაცვლად, როცა ბიბლიას ხსნით, ხედავთ, რომ არსებობს უფრო ღრმა მიზეზი თუ რატომ არ აშორებს ღმერთი სატანას და დაცემულ ანგელოზებს საბოლოოდ. ამ ვიდეოში უკეთ გაიგებ ღმერთის მარადიულ გეგმას და იმას თუ რატომ აქვს ბოროტებას ზღვარი, რომელიც ცამდა აწესა. თუ უფალში გწამს, შეგიძლია კომენტარი დატოვო ქვემოთ. და გითხარი, გწამს თუ არა ღმერთის არსებობა. და არ დაგავიწყდეს მოწონება და გამოწერა, რომ კიდევ უფრო მეტი ბიბლიური საიდუმლო და გამოცხადება ავტვირთოთ. მოდი დავიწყოთ. პირველ რიგში, სანამ სატანა ღმერთის მტერი გახდებოდა, მისი პიროვნება სხვანაირი იყო. სანამ სატანას უწოდებდნენ, მას სხვა სახელი ჰქონდა. ის იყო ლუციფერი. მისი სახელის მნიშვნელობაა სინათლის მომტანი ან დილის ვარსკვლავი. ის ჩვეულებრივი ანგელოზი არ იყო. ის ერთ-ერთი უმაღლესი არსება იყო ცაში. ის იყო ქერუბიმი, ერთ-ერთი ყველაზე ახლოს მყოფი ღმერთის თანდასწრებით. ბიბლიის მიხედვით ის შექმნილი იყო განსაკუთრებული სილამაზით, სიბრძნით და დიდებით. თითქოს ყველა დეტალი მასში სრულყოფილი იყო. ის შემოსილი იყო ძვირფასი ქვებით. ის სავსე იყო სინათლით. და ბევრი ანგელოზი მას აღფრთოვანებით უყურებდა და მისდევდა. ღმერთმა ლუციფერი ბოროტად არ შეუქმია. ის შექმნილი იყო როგორც შემოქმედის დიდების მშვენიერი ანარეკლი. მაგრამ დროთა განმავლობაში მის გულში ნელ-ნელა რაღაც შეიცვალა. ეს დაიწყო ერთი უბრალო გრძნობით. და ეს იყო სიამაყე. საკუთარი სილამაზითა და ძალაუფლებით იმდენად მოიხიბლა, რომ დაიწყო ფიქრი, თითქოს უფრო მაღალი ადგილი ეკუთვნოდა, ვიდრე სინამდვილეში ჰქონდა. ამიტომ, სწორედ ამის გამო, ძველი საჩუქარი მისი დაცემის მიზეზი გახდა. ნელ-ნელა ამ პარტავნებამ შთანთქა მისი გონება. და როცა მისი სურვილი საკუთარი დიდებისკენ იზრდებოდა, ბნელმა ნელ-ნელა შეაღწია მის გულში. ლუციფერისთვის აღარ იყო საკმარისი ღმერთის თაყვანისცემა და მსახურება. მას უკვე უდირა მსურველი. მისი სიტყვებით, ავალ ცაში, ჩემს ტახტს ღმერთის ვარსკვლავებზე მაღლა დავაყენებ, გავხდები უზენაესის მსგავს. მას შემდეგ ყველაფერი შეიცვალა. სახური აჯანყებულად იქცა და მარტო არ ყოფილა. მან ანგელოზების დიდი ნაწილი დაარწმუნა, რომ მასთან ერთად აჯანყებულიყვნენ საკუთარი შემოქმედის წინააღმდეგ. ის არსებები, რომლებიც ადრე ღმერთს ეთაყვანებოდნენ, აჯანყების ნაწილი გახდნენ ცაში. სწორედ იქ დაიწყო პირველი ომი. ბევრ ადამიანს ღმერთისა და სატანის შესახებ მცდარი წარმოდგენა აქვს. ზოგი ფიქრობს, რომ ისინი თანაბარი ძალისანი არიან, თითქოს არსებობს დაუსრულებელი ბრძოლა სინათლესა და სიბნელეს შორის. სამოთხე ჯოჯოხეთის წინააღმდეგ. სიკეთე ბოროტების წინააღმდეგ. მაგრამ ბიბლიის მიხედვით ეს ბრძოლა არასდროს ყოფილა თანაბარი. ღმერთს არ ყავს ტოლი. არც ცაზე და არც მიწაზე არ არსებობს არსება, რომელიც მას გაუტოლდება. სატანა ღმერთის მეტოქე არასდროს ყოფილა. სატანა მხოლოდ ქმნილებაა. და არც ერთი შექმნილი არ შეიძლება იყოს უფრო ძლიერი, ვიდრე მისი შემოქმედი. ამიტომ, როცა ლუციფერი აჯანყდა, ის ღმერთის თანასწორი და საპირისპირო არ გამხდარა. სინამდვილეში იმ წამიდანვე, როცა მან სინათლეს ზურდი აქცია, უკვე დამარცხებული იყო. იდეა, რომ სიკეთესა და ბოროტებას შორის ბალანსი არსებობს, ბიბლიიდან ნამდვილად არ მოდის. ეს უფრო ხშირად ფილმებიდან, ფილოსოფიიდან და ადამიანების მოგონილი ამბებიდან მოდის. მაგრამ ღმერთის სამეფოში მხოლოდ ერთი ჭეშმარიტად ყოვლის შემძლეა. ღმერთი არ იბრძვის იმის გასაგებად მოიგებს თუ არა. ის უკვე გამარჯვებულია და ლუციფერის აჯანყებას უკვე განსაზღვრული აქვს დასასრული. გამოცხადების წიგნში ცაში ომი ნათლად არის აღწერილი. ბრძოლა მოხდა. მიქაელი და მისი ანგელოზები დრაკონს ებრძოდნენ. სატანაც თავის დაცემულ ანგელოზებთან ერთად საპასუხოდ იბრძოდა. სატანა მარტო არ მოსულა.
მასთან ყავდა ჯარი, მაგრამ მეორე მხარეს სამეფოს დამცველი დადგა. და მიქაელ თავარანგელოზი, ერთგულების მებრძოლი, ზეციური არმიის სარდალი და ღვთის ერის დამცველი. და როცა აჯანყება დაიწყო ზეცაში, მიქაელი თავის სიცეცხლოვანი מחული წამოდგა, მან ზეციური არმია მოუხმო, რათა დაეცვა ღვთის სამეფო მთელი ქმნილების უდიდესი ღალატის წინააღმდეგ. სინამდვილეში ყველაფრის დასასრული უკვე დაწერილია. როდესაც ზეცაში დაძაბულობა იზრდება, ერთგული ანგელოზების არმია მიქაელის უკან განლაგდა მზად არიან მთელი ქმნილების ყველაზე მნიშვნელოვან ბრძოლაში მონაწილეობის მისაღებად. მაგრამ რამდენად დიდიც არ უნდა იყოს აჯანყება, შედეგი მხოლოდ ერთი იქნება. ეს უკვე დიდი ხნის წინ დაწერილია. გამოცხადების წიგნის მიხედვით, ისინი ვერ გაიმარჯვეს და ზეცაში მათთვის ადგილი აღარ დარჩა. და გადაყარეს დიდი დრაკონი, უძველესი გველი, რომელსაც ეძახიან ეშმაკს და სატანას, მთელი მსოფლიოს მაცდუნებელს. ის გადაყარეს დედამიწაზე თავის ანგელოზებთან ერთად. ასე დასრულდა სატანას პირველი დღდაცემა. ის დამარცხდა და მასთან ერთად დაეცნენ ყველა ანგელოზი, ვინც მას მიჰყვა. ლუციფერს არასოდეს ჰქონია შანსი თავის შემოქმედის წინააღმდეგ. ყოფილი ყველაზე ნათელი ანგელოზი გახდა განდევნილი მეამბოხე და დააკვირდი ამას თავად ღმერთი არ იბრძოდა ბრძოლის ველზე. მას არ დასჭიროებია ჩამოსვლა და ბრძოლა სატანის დასამარცხებლად. მიქაელის ერთგულმა ანგელოზებმა აღასრულეს ზეცის ბრძანება და ამას ღრმა მნიშვნელობა აქვს. ეს აჩვენებს, რომ ღმერთს არ სჭირდება ძალის გამოყენება სატანასთან. ასეთი დიდია მათ შორის განსხვავება. ლუციფერის დაცემა არ იყო სამართლიანი ბრძოლა. ეს იყო განაჩენი, ღმერთის სამეფოდან განდევნა და მას შემდეგ დაიწყო მეამბოხეთა განდევნა. მაგრამ კითხვა ასეთია, ვინ არიან სინამდვილეში დაცემული ანგელოზები? მას შემდეგ რაც ისინი ზეციდან გააძევეს, სატანა იმ ანგელოზებთან ერთად დაეცა, რომლებიც მას გაჰხვნენ. ისინი არიან ისინი, ვისაც დაცემულ ანგელოზებს უწოდებთ. არსებები, რომლებიც ოდესღაც ღმერთის თანდასწრებით იყვნენ, მაგრამ ახლა ისინი ბნელში არიან. ისინი, ვინც ოდესღაც ზეცაში ღმერთს ადიდებდნენ, ახლა კაცობრიობის მტრები გახდნენ. სწორედ აქ ხშირად ეშლებათ ბევრ ადამიანს. ზოგი ფიქრობს, რომ სატანა, დემონები და დაცემული ანგელოზები ერთნაირები არიან, მაგრამ ბიბლიის მიხედვით მათ შორის მკაფიო განსხვავებაა. დაცემული ანგელოზები ადრე ნამდვილი ანგელოზები იყვნენ. ისინი წმინდად შეიქმნენ, ცხოვრობდნენ ზეცაში და გახდნენ ლუციფერის აჯანყების ნაწილი. ამიტომ, როცა ლუციფერი დაეცა, ისინი მასთან ერთად დაეცნენ, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ისინი ღმერთის სამეფოდან გააძევეს, მათ არ დაუკარგავთ სულიერი ბუნება, მათ ისევ აქვთ ძალა, ისევ აქვთ გონიერება და მათ ისევ შეუძლიათ მოქმედება, მხოლოდ ზეცაში ადვილი დაკარგეს. მაგრამ დაიმახსოვრეს, ისინი დემონებად არ გადაქცეულან. ეს განსხვავებულია. და ეხლა ვინ არიან დემონები? თუ დაცემული ანგელოზები არ არიან დემონები, მაშინ ვინ არიან ისინი? მართალია, ბიბლიაში პირდაპირ არ არის ახსნილი, საიდან მოდიან დემონები, მაგრამ ერთი რამ ნათელია. დემონები უსხეულო სულები არიან. ისინი არ ეკუთვნიან ცას, მაგრამ არც ადამიანთა სამყაროს ნაწილი არიან. ისინი გვანან მოხეტიალეს სულებს, რომლებსაც არ აქვთ მუდმივი საცხოვრებელი, ამიტომ ისინი ყოველთვის ეძებენ სხეულს, სადაც შეძლებენ შესვლას. ეს არის მიზეზი, რატომაც იესო ხშირად ათავისუფლებდა ადამიანებს დემონებისგან. მათ სხეული სჭირდებათ, რომ ფიზიკურ სამყაროში იმოქმედო. ლუკას სახარებაში არის ერთი კაცი, რომელსაც გერასელების მხარეში მრავალი დემონი ყავდა შეპყრობილი. როცა იესომ ისინი გააძევა, დემონებმა შეევედრნენ მას. მათ უთხრეს, ნუ გაგვაგზავნე უფსკრულში. ამის ნაცვლად სთხოვეს ნება მიეცა, რომ ხორების გუნდში შესულიყვნენ. და იქ ხედავთ მათ მდგომარეობას. ისინი ხეტიალობენ, ეძებენ ადგილს, სადაც იცხოვრონ, ეძებენ ადამიანს, ვისაც შეუძლიათ აკონტროლონ. მაგრამ დაცემული ანგელოზების ხვანაირები არიან, ისინი სხეულს არ ეძებენ, მათ უფრო მაღალი რანგი აქვთ. რადგან ისინი ოდესღაც ზეციური წესრიგის ნაწილი იყვნენ, მათ ჯერ კიდევ აქვთ იერარქია, ორგანიზაცია და გავლენა. ისინი უმისამართოდ არ მოქმედებენ. აქვთ სისტემა, აქვთ გეგმა. და ესეც თქვა მოციქულმა პავლემ, რადგან ჩვენი ბრძოლა ხორცისა და სისხლის წინააღმდეგ არ არის, არამედ სამთავროების, ძალების, ბნელეთის მმართველების და ბოროტების სულიერი ძალების წინააღმდეგ. აქ ნახსენები სამთავროები და ძალები დაცემული ანგელოზებია. ისინი უბრალოდ ადამიანების დაშინებით არ შემოიფარგლებიან. მათ აქვთ გავლენა სამეფოებზე, სისტემებზე, კულტურაზე, მთავრობაზე და თვით მსოფლიოს მიმართულებაზეც კი. თუ დემონები ხშირად ესხმიან თავს ინდივიდუალურ ადამიანებს, დაცემული ანგელოზები უფრო ფართო მასშტაბით მოქმედებენ. ისინი სულიერ სამყაროში თითქოს ჭრtildeოვანი მმართველები არიან. მაგრამ აქ კითხვა კიდევ უფრო ღრმავდება. თუ
თუ ღმერთმა ეს ყველაფერი იცის, რატომ მისცა მათ დარჩენის უფლება? რატო არ გაანადგურა ისინი მაშინვე აჯანყების შემდეგ? ამის ნაცვლად ისინი აქ დედამიწაზე გადააგდეს და მას შემდეგ ბრძოლის ველი აღარ არის ცაში. ის ახლა ადამიანთა სამყაროშია. და რომ ეს გავიგოთ, ჯერ ერთი მნიშვნელოვანი რამ უნდა გავიგოთ. სულები არ კვდებიან ისე როგორც ადამიანის ფიზიკური სხეული. თავადი ესო ამბობს, რომ ღმერთი სულია. და როცა ღმერთმა ანგელოზები შექმნა, მან ისინი სულიერ არსებებად შექმნა. ეს ნიშნავს, რომ მათ არ აქვთ ფიზიკური სხეული, რომელიც ბერდება, ზიანდება ან კვდება როგორც ჩვენ. რადგან ანგელოზები სულიერი არსებები არიან, მათი ბუნება განსხვავებულია ადამიანისგან. ისინი არ კვდებიან ისე როგორც ჩვენი ფიზიკური სხეული. ამიტომ სატანა უბრალოდ ვერ გაქრება ისე როგორც ადამიანს წარმოუდგენია. ის არ არის ადამიანი, რომელიც ბერდება, ავადდება და კვდება. ის სულია და სულიერი სამყარო არ ემორჩილება იმავე წესებს, რაც ფიზიკურ სამყაროშია. მაგრამ არსებობს კიდევ უფრო ღრმა მიზეზი, თუ რატო სატანა ჯერ საბოლოოდ არ განუკითხავთ. ღმერთი სრულიად სამართლიანია და თავისი სრულყოფილი სამართლის მიხედვით არც ერთი არსება უბრალოდ არ ნადგურდება განკითხვის გარეშე. ყველაფერს თავისი დანიშნული დრო აქვს, მათ შორის სატანასაც. ჯერ არ დამდგარა მისი საბოლოო განკითხვის დღე. ეს იმიტომ კი არ არის, რომ მის წინააღმდეგ მტკიცებულებები არ არის. ეს იმიტომ კი არ არის, რომ ღმერთს ეჩვი ეპარება, არამედ იმიტომ, რომ განკითხვა ზეციური წესრიგის ნაწილია. და დაიმახსოვრე ეს. ღმერთის განკითხვა უბრალოდ სასჯელი არ არის. ეს არის სიმართლის საჯარო გამოვლენა. ეს არის დღე, როდესაც მთელი სიმართლე, მთელი ქმნილების წინაშე გამოაშკარავდები. აი რატო არის განმეორებით ნახსენები გამოცხადების წიგნში დიდი განკითხვის დღე? ეს არის დღე, როდესაც ყველაფერი გამოაშკარავდება. საიდუმლოებები, საქმეები, არჩეული გადაწყვეტილებები და არა მხოლოდ ადამიანები წარგებიან განკითხვის წინაშე. ანგელოზებიც იქ იქნებიან. ვერავინ იტყვის, რომ მათ შანსი არ მიეცათ. ვერავინ იტყვის, რომ მათ არ მოусმინეს და ვერავინ იტყვის, რომ ღმერთი არ იყო სამართლიანი. ის დღე ჯერ არ დამდგარა. მაგრამ ბიბლიაში ნათლად წერია, რომ ეს დღე მოვა და ვერავინ შეაჩერებს ამას. ეხლა გადავიდეთ განკითხვის დღეზე. რატო აძლევს ღმერთი სატანას უფლებას, რომ ჯერ კიდევ დარჩეს დღემდე? იმიტომ რომ ღმერთი არ მოქმედებს ისე როგორც ადამიანი. ჩვენ კი მყისიერ გადაწყვეტას ვეძებთ. როცა რაღაც ცუდი ხდება, გვინდა რომ მაშინვე გაქრეს. როცა ბოროტება, გვინდა რომ მაშინვე დასრულდეს, მაგრამ ღმერთი არ მოქმედებს მხოლოდ ემოციებით. მას აქვს გეგმა, მას აქვს თავისი დრო და ყოველი დღე, რომელიც გადის, უფრო დიდი მიზნის ნაწილია. ყოველი გამოცდა, ყოველი ადამიანის არჩევანი, ყოველი ბრძოლა, რომელსაც გავდივართ. ეს ყველაფერი ღმერთის დიდ გეგმაში თავის ადგილს იკავებს და ღმერთის ლოდინი სისუსტის ნიშანი არ არის. ეს არის მისი სიყვარულის, მოწყალებისა და სამართლიანობის გამოვლინება. ისე როგორც სატანა ზეციდან განდევნეს. მოვა მისი სრული განკითხვის დღეც. და როცა ის დღე მოვა, ვეღარ გაექცევა. მაგრამ ეს მხოლოდ მაშინ მოხდება, როცა თავად მსაჯული დაადგენს დროს. არც ადრე, არც გვიან. სანამ იმ დღეს ველოდებით, ერთი რამ უნდა გვახსოვდეს. ღმერთს არ ავიწყდება. და თუნდაც ზოგჯერ გვეგონოს, რომ ნელა მოქმედებს, ის არასდროს ცდება. მეცხრე თავი. ეს უფრო დიდი გეგმა. აქ არის ერთი მნიშვნელოვანი ჭეშმარიტება. ღმერთს არასდროს დაუკარგავს კონტროლის სამყაროზე. ლუციფერის აჯანყება მას არ გაჰქვირვებია. მას ასევე არ გასჭირვებია სატანას შეჭერება. სინამდვილეში ღმერთმა აირჩია, რომ ისტორია გაგრძელებულიყო საბოლოო განკითხვისთვის საჭირო დროამდე. რატომ? რადგან მას სურს რაღაცა ასწავლოს კაცობრიობას. გამძლეობა, გარჩევის უნარი, რწმენა და სრული ნდობა მის სამართლიანობაში. ღმერთის გამარჯვება მხოლოდ ბოროტების მკისიერ განადგურებაში არ ვლინდება. ეს უფრო სრულყოფილ გამოსყიდვაში ვლინდება. ის არ ანადგურებს მხოლოდ ცუდს, ის ასევე ცulis იმ ადამიანებს, რომლებიც ზად არიან მასთან მიახლოდნენ. და რაც უფრო გრძელდება ბრძოლა, მით უფრო ნათელი ხდება, ვინ აირჩევს სინათლეს და ვინ აირჩევს საირჩევს სიბნელეს. ამის მიუხედავად, ღმერთს აქვს სრული ძალაუფლება. გახსოვს იობი, სატანა ცდილობდა მისი განადგურებას, მაგრამ არის ერთი რამ, რაც მნიშვნელოვანია გვახსოვდეს. სატანას იობისთვის თითიც კი ვერ დაუდია ღმერთის ნებართვის გარეშე. ეს ნიშნავს, რომ თვით სატანასაც კი აქვს საზღვრები. და მაშინაც კი როცა ღმერთმა მას უფლება მისცა ეცსა და იობი, ღმერთმა ეს სიტუაცია მაინც თავისი დიდების საჩვენებლად გამოიყენა. ეს არ არის თანასწორი ბრძოლა. ეს არის აბსოლუტური ძალაუფლება. ღმერთის ძალაუფლება სრულყოფილია. სამყაროში არაფერია, რაც მის კონტროლს გარეთაა. თვით სატანაც კი თავისი მთელი სიძულვილითა და ბოროტებით
მხოლოდ იმ საზღვრებში მოქმედებს, რომელსაც ღმერთი აძლევს. მაგრამ კიდევ ერთი კითხვა არსებობს, რომელსაც ადამიანები ხშირად სვამენ. თუ ღმერთმა იცოდა, რომ ლუციფერი აჯანყდებოდა, რატომ შექმნა იგი? და აქ ჩვენ ვიგებთ ერთ ძალიან მნიშვნელოვან რამეს ღმერთისთვის. მისთვის ნამდვილი არჩევანი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე იძულებითი მორჩილება. ეს არის ის, რასაც ჩვენ თავისუფალ ნებას უწოდებთ. ღმერთმა არ შექმნა რობოტები. მან არ შექმნა ანგელოზები, როგორც დაპროგრამებული მანქანები, რომლებსაც საკუთარი გადაწყვეტილება არ აქვთ და იგივე ეხება ადამიანს. მან თითო უქმილებას მისცა არჩევანის უნარი. არჩევანის გაკეთება დაემორჩილოს თუ აჯანყდეს. არჩევანის გაკეთება შეიყვაროს ღმერთი თუ დაშორდეს მას. დიახ, აქ შედის ლუციფერიც, დაცემული ანგელოზებიც, ეს შენს გეხება და მეც, მაგრამ ეხლა კითხვა კიდევ უფრო ღრმავდება. თუ ღმერთმა უკვე იცოდა, რომ ზოგი აჯანყებას აირჩევდა, რატომ მისცა მათ თავისუფლება? პასუხი უფრო მარტივია, ვიდრე ბევრს ჰგონია, მაგრამ ძალიან ღრმაა. რადგან თუ თავისუფლება არ არსებობს, ნამდვილი სიყვარული არ არსებობს, სიყვარულს ვერ აიძულებ. ამას ვერ უბრძანებ ან ვერ დააპროგრამებ არსებას. ნამდვილი სიყვარული ნებაყოფლობითია. თუ ღმერთი გვაიძულებდა რომ გვყარებოდა იგი, ის მამა აღარ იქნებოდა. ის დიქტატორი იქნებოდა. ამიტომ როცა მან ანგელოზები შექმნა, თავისუფალი ნება მისცა მათ. ასევე როცა ადამიანი შექმნა, ღმერთს არ უნდა კალბი მორჩილება, მას უნდა ნამდვილი ურთიერთობა. ურთიერთობა, სადაც არჩევანია. ურთიერთობა, სადაც სიყვარულია. ურთიერთობა, რომელიც ნებაყოფლობითია, მაგრამ ამ თავისუფლებასთან ერთად მოდის შესაძლებლობა, რომ ვიღაცა მას ზურგი აქციოს. და სწორედ ეს გააკეთა ლუციფერმა. მან აჯანყება აირჩია. და იმ დროიდან დღემდე ბევრი ადამიანიც იღებს იმავე გადაწყვეტილებას. მაგრამ მიუხედავად ამისა, ღმერთმა თავისუფალი ნების საჩუქარი არ წაუხტმევია. რადგან მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ბოროტება და აჯანყება, თავისუფლება მაინც ერთადერთი გზაა ნამდვილი სიყვარულისკენ. დაფიქრდი ამაზე. რა მნიშვნელობა აქვს რწმენას თუ ეჭვი ვერ შეგეპარებოდა? რა აზრი აქვს მორჩილებას თუ არ გაქვს არჩევანი არ დაემორჩილო? და როგორ იქნება შენი სიყვარული ღმერთისადმი ნამდვილი, თუ სხვა არჩევანი არ გაქვს? ღმერთს არ უნდა მიმდევრები, რომლებიც მხოლოდ იძულებით ემორჩილებიან. მას უნდა შვილები, რომლებიც საკუთარი ნებით უყვართ იგი. ამიტომაც თავისუფლებას არ აუქმებს, მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ ეს ტკივილსა და არეულობას იწვევს. მაშინაც კი როცა სატანა აჯანყდა, ღმერთმა არ წაართვა თავისუფალი ნება, რომელიც თავის ქმნილებას მისცა. რადგან თუ ასე მოიქცევა, ეს ნიშნავს, რომ უარყოფს საკუთარ მოყვარულ ბუნებას. ეხლა ისევ ჩნდება კითხვა. შეუძლია ღმერთს თავისუფლების წართმევა? დაფიქრდი ამაზე. რას იზამდი? ღმერთს რო თავისუფალი არჩევანი მიეცა, მაგრამ როგორც ის შეცდომას დაუშვებდი, მაშინვე გაგაქრობდა. შეიძლება ეს ნამდვილი თავისუფლება ეწოდოს. ეს ერთ-ერთი ყველაზე რთული საკითხია, რაც ბევრ ადამიანს უჭირს გაგება. ხშირად ცონთ კითხვას. თუ ღმერთს არ სურს აჯანყება, რატომ არ გაანადგურა სატანა მაშინვე? მაგრამ თუ ღმერთი ასე მოიქცეოდა, ეს იმას ნიშნავდა, რომ თითქოს გვეუბნება, შეგიძლია აირჩიო, მაგრამ მხოლოდ ის, რაც მე მინდა. და ეს ნამდვილი თავისუფლება არ იქნებოდა. ეს იქნებოდა манипуляცია, რომელიც მხოლოდ სიტყვა არჩევანში იმალება. თავისუფალი ნება ბიბლიაში პატარა დეტალი არ არის. ეს ღმერთის გეგმის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია. ამიტომ თუ ღმერთი მაშინვე გაანადგურებდა ლუციფერს, როგორც კი ის აჯანყდა, თავისუფლების ნამდვილი მნიშვნელობაც დაიკარგებოდა. და სწორედ აქ ხშირად უშვებს შეცდომას ადამიანს. ჩვენ ველით რომ ღმერთი იმოქმედებს როგორც ჩვეულებრივი ადამიანური მოსამართლე. მყისიერი დასჯა, მყისიერი სამართლიანობა. პრობლემა მაშინ მოგვარდება, მაგრამ ღმერთი ასეთი არ არის. მისი სამართლიანობა არ არის ნაჩქარევი. ის არ ზჯის მხოლოდ იმიტომ, რომ იმ მომენტში გაბრაზებულია. ყველაფერს, რასაც ის აკეთებს, აქვს მიზანი, თავისი დრო აქვს, აქვს უფრო ღრმა მიზეზი, თავიც ამეთი. რატომ არ ზჯის ღმერთი მაშინვე? ეს არის მიზეზი, რატომაც ღმერთმა მაშინვე არ გაანადგურა სატანა და მისი ამბუხებული ანგელოზები. რადგან თუ ყოველი არასწორი გადაწყვეტილება მაშინვე მყისიერ განადგურებამდე მიიყვანს, თავისუფალი ნების ნამდვილი მნიშვნელობა დაიკარგება. რისი აზრი ექნება თავისუფლებას, თუ ყოველი არასწორი არჩევანი მყისიერად წაიშლება? და ღმერთი მაინც აძლევს უფლებას, რომ მოხდეს გადაწყვეტილებები, რომლებიც მის წინააღმდეგაა. არა იმიტომ, რომ ის ეთანხმება ბოროტებას, არამედ იმიტომ, რომ ის რჩება ერთგული იმ დიზაინისა, რომელიც თავად შექმნა. და ეს ერთ-ერთი ყველაზე რთული მისაღებია. ღმერთის მიერ მოცემულმა თავისუფლებამ შეიძლება ქაოსიც მოიტანოს. შეიძლება გამოიყენო იგი სიკეთისთვის ან ბოროტებისთვის. მაგრამ მიუხედავად ამისა, ის მაინც განაგრძობს თავისუფლების მინიჭებას. რადგან ღმერთის სიყვარული არ სურს ადამიანის კონტროლი, მას უნდა რომ შეცვალოს მისი გული.
და ნამდვილი ცვლილება შიშიდან არ მოდის. ის მოდის ნებაყოფლობითი რწმენიდან და არჩევანიდან. დიდი კითხვა ისევ ისაა, რატო უშვებს ღმერთი ამ ყველაფერს? თუ ღმერთს სატანა დაუყოვნებლივ გაენადგურებინა მისი აჯანყების შემდეგ, რას ისწავლიდნენ სხვა არსებები? შიშიტი იქნებოდა, მაგრამ ნამდვილი ერთგულება არა. შეიძლება ყოფილიყო მორჩილება, მაგრამ ნამდვილი სიყვარული არა. იქნებოდა სიმშვიდე, მაგრამ არა სიწმიდე. ღმერთს არ სურს სამოთხე, სადაც არსებები მხოლოდ იმიტომ ემორჩილებიან, რომ დასჯის ეშინიათ. მას სურს სამეფო, რომელიც სავსეა გულებით, რომლებიც მისი მადლით ჭეშმარიტად შეიცვალა. და კიდევ უფრო ხრმავდება საიდუმლოება. შესაძლებელია, რომ თვით სატანაც კი ღმერთის უფრო დიდ გეგმაში გამოიყენება. ეს ბევრისთვის რთული მისაღებია. მაგრამ თუ კარგად დავაკვირდებით ბიბლიას, ნახავთ უჩვეულო სიმართლეს, არა იმიტომ რომ ღმერთს სულს ბოროტება. არა იმიტომ რომ ის ეთანხმება სატანას, არამედ იმიტომ რომ ღმერთის ძალა უსაზღვროა. ის შეუძლია გამოიყენოს ნებისმიერი გეგმა თავისი დიდებისთვის. და ამის ყველაზე ნათელი მაგალითი თავად იესო. თავისი მსახურების დასაწყისიდანვე იქ იყო სატანა. არა როგორც მოკავშირე, არამედ როგორც გამოცდა, როგორც დაბრკოლება, როგორც ცეცხლი, რომელიც დაამტკიცებს ვინ არის სინამდვილეში იესო. სულიწმინდა იესო უდაბნოში წაიყვანა, რათა გამოცდილიყო. და იქ 40 დღის განმავლობაში სატანა პირისპირ შეხვდა მას, როცა შიოდა პურით აცდუნა. ასევე შესთავაზა მას ძალაუფლება, დიდება და ყველაფერი, რასაც ეს მსოფლიო ეთაყვანება, მაგრამ იესო არ დაეცა. ყოველ ცდუნებაზე ერთი პასუხი ჰქონდა. წმინდა წერილში დაწერილია. და ყოველ ჯერზე, როცა ცდუნებას უარყოფდა, უფრო და უფრო ფელი ხდებოდა ერთი ჭეშმარიტება. მხოლოდ ის არის ღირსი, რადგან მხოლოდ ის, ვინც ცდუნებას ძლია, შეუძლია მთელი მსოფლიოს ცოდვა იტვირთოს. ეხლა კი გადავიდეთ იესოს გამარჯვებაზე ცდუნებაზე. ჩვენი გადასარჩენად იესომ უნდა გაეკეთებინა ის, რაც არც ერთ ადამიანს არ შეუძლია. მას უნდა ეცხოვრა უცოდველად. და ამის შემდეგ მან ნებაყოფლობით უნდა შესწიროს თავი, რომ იტვირთოს მსოფლიოს ცოდვა. ამიტომ, როცა მან სატანის ცდუნებას უდაბნოში ძლია, მან ძალიან მნიშვნელოვანი რამ დაამტკიცა. მან აჩვენა, რომ ის არის უმციკლო კრავი, ერთადერთი ღირსეული მხსნელი. და წარმოიდგინე ეს რა მოხდებოდა თუ უდაბნოში ცდუნება ღმერთის გეგმაში დაბრკოლება არ იყო, არამედ მისი მნიშვნელოვანი ნაწილი. სატანა ფიქრობდა, რომ იესოს ასუსტებდა, მაგრამ სინამდვილეში კიდევ უფრო ამტკიცებდა, ვინ არის ქრისტე. სოფლიომ დაინახა, რომ მიუხედავად შიმშილისა, დაღლილობისა და გამოცდებისა, ღმერთის ძე არ შეირქა. ის არ მოტყუებულა ძალაუფლებით, არ დანებდა პოპულარობას, არ ახვა იმ ნივთებს, რასაც სოფლიო თაყვანს სცემს. და ყოველ ცდუნებაზე მისი გზა კიდევ უფრო ნათელი გახდა. ამის შემდეგ სატანა კვლავ გამოჩნდა იესოს მსახურების ბოლო ეტაპს. მაგრამ ამჯერად მან პირდაპირ იესო კი არ მოირჩია სამიზნედ, არამედ იუდა ისკარიოტელის 12 მოწაფეთაგან ერთ-ერთის გული. მოწაფე, რომელიც მესიას ამდენიმე ვერცხლის მონეტის სანაცვლოდ უღალატებდა. ბიბლიის მიხედვით სატანა შევიდა იუდა ისკარიოტელში და ამ დროიდან დაიწყო ღალატის გეგმის ჩამოყალიბება. სატანამ დათესა ღალატის თესლი და იუდა გახდა ის, ვის მეშვეობითაც იესო კალვარიაზე მიიყვანეს. მაგრამ აქ ყველაფერი კიდევ უფრო გასაოცარია. როგორ მოხდებოდა ჯვარცმა, რომ იესოს არავინ გაეღალატა? როგორ იქნებოდა მსხვერპლშეწირვა, რომ არ ყოფილიყო ღალატი და როგორ მოვიდოდა გამოსყიდვა, რომ არ ყოფილიყო ჯვარცმა? კიდევ ერთხელ დავინახეთ ერთი გასაოცარი სიმართლე. მაშინაც კი მტრის ყველაზე ბნელი გეგმა ღმერთს შეუძლია გამოიყენოს თავისი საუკუნო გეგმის შესასრულებლად. ეს არ ნიშნავს, რომ ბოროტება კარგია, არამედ იმიტომ, რომ ღმერთის მიზანს ვერაფერი შეაჩერებს. საბოლოოდ, მიუხედავად იმისა, რომ სატანამ არ იცოდა, ისიც გახდა იმ გეგმის ნაწილი, რომელსაც ცდილობდა შეეჩერებინა. და ეს სატანას ერთგულს არ ხდის, პირიქით ეს მხოლოდ ამტკიცებს, რომ ის დამარცხებული მტერია, რომელსაც ღმერთის გეგმის განადგურება არ შეუძლია. რა გაკვეთილი შეიძლება მივიღოთ ჩვენ აქედან? სწორედ აქ ვიღებთ მნიშვნელოვან დასკვნას. რაც არ უნდა მოგისროლოს მტერმა. ღმერთის ძალას ვერაფერი გადააჭარბებს. ვერც ცდუნება, ვერც ავადმყოფობა, ვერც ხალატი, ვერც პრობლემა. ღმერთს შეუძლია გამოიყენოს შენი ყველაზე რთული გამოცდაც კი. ხშირად როცა ტკივილის შუაგულში ვარ, გონია რომ ყველაფერს აზრი არ აქვს. ზოგჯერ კი გითხულობთ კიდეც, სად არის ღმერთი? მაგრამ ხშირად სწორედ იქ არის ის ყველაზე აქტიური. ჩუმად მოქმედებს, სანამ ჩვენ ჯერ კიდევ ვერ ვხედავთ მთელ სურათს.
და თუნდაც ყველაზე ღრმა ჭრილობა რაც განგიცდია შეიძლება გახდეს იმ დიდი ისტორიის ნაწილი, რომელსაც ის ამზადებს. ისტორია, რომელიც ჯერ ბოლომდე არ გესმის, მაგრამ ერთ დღეს ყველაფერი ნათელი გახდება. გამოგიცდია ის მომენტი, როცა გეგონა ყველაფერი დასრულდა, მაგრამ მოგვიანებით დაინახე, რომ ღმერთმა ეს სიკეთისთვის გამოიყენა. შეიძლება შენი მოცმობა იყოს იმედი სხვა ადამიანებისთვის და იმახსოვრე ეს. შეიძლება მტერმა დაგაზიანოს. მაგრამ ღმერთს შეუძლია ეს ტკივილი შეცვალოს და შენი მიზნის ნაწილად აქციოს. ამ ყველაფრის მიუხედავად, არსებობს ერთი სიტყვა, რომელიც თავიდან ბოლომდე ბიბლიაში განმეორებით გვხვდება. უფრო ღრმაა ვიდრე განკითხვა, უფრო დიდია ვიდრე ძალაუფლება, სიყვარული. და ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი ამის არის იგავი უძრებს შვილზე. იყო ერთი мама, რომელსაც ორი შვილი ჰყავდა. ერთ დღეს ერთმა მათგანმა მამას თავისი მემკვიდრეობა ნაადრევად სთხოვა. ამის შემდეგ ის წავიდა და ყველაფერი არეულ ცხოვრებაში გაფლანგა. ბოლოს ისე გამოვიდა, რომ აღარაფერი დარჩა. განადგურებული ცხოვრება, ფული აღარ ქონდა, იმედიც აღარ ქონდა, მაგრამ როცა გადაწყვიტა დაბრუნება, მამამ ის არ გააკეთო. პირიქით, მამა მას ელოდა. შორიდანვე უყურებდა მამა. და როცა დაინახა, რომ ბრუნდებოდა, გახსნილი ხელებით ჩაეხუტა. ესეთ სიყვარული აქვს ღმერთს. და აქ ჩნდება კიდევ ერთი ღრმა კითხვა. ეხლა რა ხდება დაცემულ ანგელოზებთან? შესაძლებელია თუ არა, რომ ღმერთმა იგივე სიყვარული აჩვენა დაცემულ ანგელოზებსაც? სიამდვილეში ეს არც ისე რთულია. და ბიბლია ნათლად პასუხობს, შეუძლიათ თუ არა მათ მონანიება, მაგრამ ერთი რამ ცხადად ჩანს. ღმერთმა ისინი მაშინვე არ გაანადგურა. და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. თუ ღმერთი მხოლოდ მყისიერი მსჯავრის ღმერთია, მაშინ ისინი დაუყოვნებლივ უნდა გაენადგურებინა აჯანყების შემდეგ, მაგრამ ასე არ მოხდა. ისინი გადააგდეს, მაგრამ მათ დარჩენის უფლება მაინც მისცეს. და ამას შეიძლება მნიშვნელობა ჰქონდეს. შეიძლება ეს მოთმინებაა. შეიძლება ეს წყალობაა, შეიძლება ეს ღმერთის უფრო ღრმა გეგმის ნაწილი იყოს. რადგან ღმერთის სიყვარული მხოლოდ სრულყოფილი დამჯერებისთვის არ არის. იესოს თქმით გიყვარდეთ თუნდაც თქვენი მტრები. და მან ასევე თქვა, რომ ღმერთი თავის მზეს უბწყინებს, როგორც კეთილებს, ისე ბოროტებს. და ის წვიმას აძლევს, როგორც მართალებს, ისე უმართალოებს. ღმერთი არ იღებს მაშინვე მათ, ვინც ეცემა, რადგან მისი სიყვარული არ არის დამოკიდებული ქცევაზე. ღმერთის სიყვარულის მიზანი ცვლილებაა. და ზოგჯერ ამისთვის დრო არის საჭირო და სწორედ აქ მოდის განკითხვა. მაგრამ ნუ ვიფიქრებთ, რომ რადგან ღმერთი მოთმინებითაა, განკითხვა აღარ იქნება. ღმერთი ბრმად არ უყურებს ბოროტებას, ის არ უგულებელყოფს აჯანყებას. მან ყველა ადამიანისთვის დააწესა ერთი დღე. და საბოლოო განკითხვა აუცილებლად მოვა. ბიბლიაში ეს ნათლად წერია. ღმერთმა არ აპატია ცოდვილი ანგელოზებს. ისინი განკითხვისთვის არიან განცირულნი. ისინი არ დავიწყებია, არც გაუმართლებია ისინი. ისინი მხოლოდ დადგენილ დროს ელოდებიან და ზეცის მარადიული სასამართლოც მზად არის. თავად ქრისტე იქნება მსაჯული და მისი განაჩენი საბოლოო იქნება. გამოცხადების მე-20 თავში მოციქულმა იოანემ შემზარავის სცენა აჩვენა. დიდი თეთრი ტახტი. წიგნები გაიხსნა და ყველა სული ღმერთის წინაშე დგას, რათა განისაჯოს მათი საქმეების მიხედვით. და ეს დღე მხოლოდ სიმბოლო არ არის, ეს არის დაპირება და ასევე გაფრთხილება. მოვა დღე, როცა სატანა საბოლოო განაჩენის წინაშე დადგება. მისი ანგელოზები და ყველა, ვინც სიბნელე ამჯობინა სინათლეს. მაგრამ არის ერთი რამ, რაც უფრო მნიშვნელოვანია გასაგებად. ღმერთის გეგმის დასასრული მხოლოდ დასჯა არ არის, ეს არის აღდგენა. ღმერთი მხოლოდ ბოროტებას არ ანადგურებს. ის ყველაფერს ასწორებს, რაც დაინგრა. ის გაწმენს ყველაფერს, რაც შეიბილწა. ის კურნავს დაჭრილებს. და ის ასწორებს ყველაფერს, რაც არასწორია. და დადგება დღე, როცა სატანა საბოლოოდ დამარცხება. მტერი, რომელმაც განხეთქილება, სიკვდილი და განადგურება მოიტანა, სამუდამოდ დაისჯება. ამ ყველაფრის შემდეგ ერთი სიმართლე უნდა დაიმახსოვრო. ღმერთი უკვე გამარჯვებულია. ჩვენ არ ველოდებით, გაიმარჯვებს თუ არა ის. ეს უკვე მოხდა. ჯვარზე იესომ მხოლოდ ცოდვა კი არ დაამარცხა, მან მტერიც დაამარცხა. ამიტომ მიუხედავად იმისა, რომ ბნელმა დღესაც შეიძლება ძლიერად ჩანდეს, ეს ყველაფერი დროებითია. ქრისტე კვლავ მეფობს. მისი ტახტი შეურყეველია, მისი დაპირება არ ცრულდება და თუ შენ მასში ხარ, ამ გამარჯვებაში შენც მონაწილეობ. არა როგორც უბრალო მაყურებელი, არამედ როგორც ღვთის შვილი, როგორც ქრისტეს სხეულის ნაწილი, რომელიც მტკიცედ დარჩება მტრის საბოლოო დაცემამდე.